მოგესალმებით. ეს არის რუბრიკა გაიცანი 15 წუთში. მე კი მისი წამყვანი ამალია გაფრინდაშვილი ვარ. დღევანდელი ჩემი სტუმარია დიანა ჯიჯავაძე. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო პანტომიმის მიმდინარეობის მესამე კურსის სტუდენტი. 2024 წლის ეწეოდები საერთაშორისო ფესტივალი არლეკინის საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებული. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, კარგისთვისაც და ცუდისთვისაც. ამბობს დიანა. გამარჯობა დიანა, როგორ ხარ? კარგად, თქვენ? მეც კარგად, მადლობა. მზად ხარ გულწრფელი პასუხებისთვის? კი. მაშინ დავიწყოთ. როგორია შენი იდეალური დღე? იდეალური დღე? ალბათ დილით გამოძინებული როცა ვარ, მაგრად და მარტო როცა ვსვამ ყავს. რისთვის ხარ მადლიერი? ყველაფრისთვის. აბსოლუტურად მართლა, კარგისთვისაც და ცუდისთვისაც. რაზიან როდის ნერვიულობ ყველაზე მეტად? რავი, ალბათ კი არა, სპექტაკლის წინ, პრემიერის წინ, თუნდაც ახლა აქ რომ მოვდიოდი, ძალიან ნერვიულობდი. შენი ჰობი? საჭმელების კეთება მიყვარს. ანუ კულინარია ალბათ. წლის რომელ დროს ხარ ყველაზე პროდუქტიული? ასე არ ვიცი. ალბათ მიწევს რომ ყოველთვის პროდუქტიული ვიყო, შეძლების დაბარად, არ ვიცი. ინტროვერტი ხარ თუ ექსტროვერტი? აი, ცოტა ისეთი კითხვა. ორივე ვარ. მაგრამ უფრო მგონი ინტროვერტი. საყვარელი ფერი? წვანი. ოღონდ მუქი. თეატრი თუ კინო? თეატრი. პირველი ემოცია, რაც სცენაზე ასვლამდე გეუფლება? პირველი ემოცია? სიმართლე გითხრათ, სცენაზე როცა გავდივარ ხოლმე, საერთოდ არც მახსოვს რა, ანუ აი ის მჭირს, რომ აი გასვლამდე ვარ ძალიან ჰიპერაქტიული, ოღონდ ჩემს თავში, შეიძლება საერთოდ მოუწყდე ჩემს ჯგუფელებს, ჩემს კოლეგებს და ჩემთვის ვიყო მარტო. და რაზე ვფიქრობ, არც მახსოვს. უბრალოდ მახსოვს, რომ აი ძალიან მღელავ, ძალიან ნერვიულობ და როცა უკვე ფეხს გადავდგამ, იქ საერთოდ ყველაფერი წყდება, იქ ვარ. და შემდეგ როცა ვამთავრებ უკვე ამ ყველაფერს, თითქოს არც მახსოვს იქ რა გავაკეთე. ანუ ცოტა ისეთია რა. არ ვიცი, მეც ვერ ამომიხსნია, ეგ ალბათ ყველა ეგრეა. რა უფრო მნიშვნელოვანია, ნიჭი თუ შრომა? ორივე რა. ნიჭი შრომის გარეშე არაფერი არა. შეიძლება ნიჭიერი იყო, მაგრამ თუ არის შრომე, შეიძლება არ იყო დიდად ნიჭიერი. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი არის თავისებურად ნიჭიერი, აბსოლუტურად ყველა, მაგრამ შრომა ჭირდება ყველაფერს. ანუ შრომის გარეშე არ მგონია, რომ რამე. როცა ცუდ ხასიათზე ვარ? როცა ცუდ ხასიათზე ვარ, უსმენ ალბათ ერთი მუსიკა მოხდა იმას უსმენ. როცა სადმე რეკავ, წინასწარ ამზადებ სათქმელს თუ არა? არა. რომ თუ მომზადო, მაინც ავირე. როგორი წარმოგიდგენია შენი სიკვდილი? სიკვდილი? არ ვიცი, მაგრამ მგონია ძალიან რაღაცა კომიკური დამემართება რა. ჯვარი მწერია 100 წლის შემდეგ, მაგრამ მგონია რომ ისეთი რაღაც დამემართება, რომ რავი, სასაცილოც იქნება და სატირალიც. რაზე ოცნებობ? ოცნება, ოცნებები დიდად არ მაქვს, უფრო მიზნები მაქვს და ოცნებები ისეთია, რა იფრინო და რაღაც ალბათ ეგ ვიცი. და რა არის შენი მიზანი? ჩემი მიზანი არის ალბათ ერთ-ერთი კითხვა, რაც ზუსტად ვიცი. ქართული ქორეოგრაფიის და ცეკვის ძირფესვიანად შესწავლა, განვითარება საკუთარი თავის ამ საქმეში და რა თქმა უნდა, ჩემს ძირითად მომავალ პროფესიაში თითქოს კოლაბორაცია. რომელ ეპოქაში იცხოვრებდი? ალბათ საქართველოს ოქროს ხანაში ვიცხოვრობდი. რომ არა მსახიობი ვინ იქნებოდი? არ ვიცი, ალბათ კულინარი, არ ვიცი. რომელი სუპერძალა გექნებოდა? მაგაზე სხვათა შორის მიფიქრია, იცი? ანუ მიფიქრიო რაღაც ხوار გავაკეთო თქო ეგეთი თქო რა. აი რაღაც ქართველი სუპერმენი, აი სპაიდერმენი ვით, მაგრამ
აი ღვინოს რო ასხავს და აი რო თამადა რო არის თან და რო ჩამოვასხავს ესე ყანწში რა იმას რა ქვია და რაღაც და რო სრულებს რო ასრულებს აი იმით რა ქვია აი დალოცვით რო აი იტყვის და აგისრულდება და დალევს და რაღაც ეგეთი. გარია. წარმოიდგინე რომ შეგიძლია ახალი დღესასწაული შექმნა. რა იქნებოდა და როგორ აღენიშნებოდა? რავი ქართველებს იმდენ დღესასწაული გვაქვს მე არაფერს არ დავამატებდი ალბათ არ ვიცი. სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ. აუ საკვები რომლის ჭამას არასდროს მოგვიზრდება. ხაჭაპური. როგორ გახასიათებენ მეგობრები? არ ვიცი. ალბათ მხიარული მასხარა რავი ეგეთი. რა საფასებ ადამიანში ყველაზე მეტად? ადამიანში ვაფასებ სამართლიანობას, სიმართლეს, ერთგულებას. რას არ დათვალ არასდროს? ალბათ გარკვეულ საკუთარ პრინციპებს. რიტუალი რომლის გარეშეც ვერ იარსებებ. რიტუალი. არ მოქვს ასეთი რიტუალი. რა ან ვინ გაძლევს мотиваციას? მეგობრები, ოჯახი, დედა. გიყვარს დედა. გიყვარს დაგეგმავთ სპონტანურობა. ან გააჩნია საქმეს რა, ორივე მიყვარს. ესე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. რისი გწამს? ღმერთის იმის რასაც ვუყურებ, რასაც ვხედავ, რაც მესმის. საყვარელი სადღეგრძელო. წასულების. ანუ წინაპრების სადღეგრძელო მიყვარს ძალიან მართლა. რომელი ფილმის, რომელი პერსონაჟი იქნებოდი? ასე კონკრეტული არ მაქვს არაფერი. კი. რამდენად ჯიუტი ხარ? ძალიან. დათვალ თუ არა საყვარელი ადამიანის გამო შენს პრინციპებს? თუ სამართლიანი იქნება, რატომაც არა, კი. რომელი დღესასწაულის აღნიშვნა გიყვარს ყველაზე მეტად ოჯახთან და მეგობრებთან ერთად? მე მიყვარს ახალი წლის აღნიშვნა ძალიან და ხო, ახალი წელი. ოცნების ადგილი სამოგზაუროდ. არ მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ აი საზღვარგარეთ არ მიყვარს მოგზაურობა საშინლად. მაგრამ ვიმოგზაურებდი საქართველოს მასშტაბით, შემოვივლიდი თელს საქართველოს ალბათ არ ვიცი. ყველაზე სანდო ადამიანი შენს ცხოვრებაში? დედა. რთულია თუ არა შენი ნდობის მოპოვება? ძალიან. საყვარელი სასმელი? მსხლის ლიმონადი მიყვარს. მე არასდროს? ალბათ არ გავიზრდი თმებს. რა არის თეატრალური შენთვის? განვითარების ერთ-ერთი წყაროა, ოჯახია და მეორე სახლი. რითი ხარ გამორჩეული სხვებისგან? არაფრით. არაფრით არ ვარ გამორჩეული. რისი კეთება არ გიყვარს? იმის კეთება არ მიყვარს, რაც არ მიზიდავს, არ მსიამოვნებს, მაგრამ მიწევს სამწუხაროდ ხანდახან. ყველაზე ხშირად როდის აკრიტიკებ საკუთარ თავს? ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, ალბათ კი არა, ეგრე არის. სპექტაკლის შემდეგ ყოველთვის და აქ ამასაც რო ვნახავ, დარწმუნებული ვარ, გავაკრიტიკებ საკუთარ თავს. რა არის შენთვის სამშობლო? ყველაფერი ერთი დიდი რაღაც ტაძარი ალბათ, რაც მიცავს. არ ვიცი, ყველაფერი. რომელ სიმღერასთან გაიგივებდი საკუთარ თავს? არაფერთ. არანაირად. ვინ გინდა იყო მომავალში? რავი, ალბათ ნორმალური მსახიობი მაინც, რავი, ანუ კარგი მსახიობი რა. რომ აი განვითარდე ეგ მინდა რა. საყვარელი სამაგიდო თამაში? ჯოკერი მიყვარს მაგათ. მე და ჩემი ჯგუფელები თამაშობ. მეტსახელი, რომელსაც გეძახიან და არ მოგწონს? ხაჭაპურას მეძახიან ჩემი ოჯახის წევრები ბავშვობიდან, იმიტომ რომ მიყვარს ძალიან და ხაჭაპურა. რა გაბრაზებს ყველაზე მარტივად? ანუ ყველაფერი თითქმის, მაგრამ არ გამოვხატავ რა. რისი ფობია გაქვს? გონი არაფრის. ტელეფონში რომ ერთი აპლიკაციის დატოვება შეგეძლოს, რას დატოვებდი? არც მაქვს ბევრი აპლიკაცია. ალბათ ნოუთებს დავტოვებდი. რაღაცები მიწერია შიგნით. გირჩევნია ფილმი ბედნიერი თუ სევდიანი დასასრულით? სევდიანი.
ითამაშო დადებითი თუ უარყოფითი როლი? მნიშვნელობა არ აქვს. ორივეს ვითამაშებთ. იყო ღარიბი და ბედნიერი თუ მდიდარი და უბედური? ღარიბი და ბედნიერი. იცოდე 10 უცხოენა თუ შეგეძლო ცხოველებთან საუბარი? სხვა შორის ადრე მეგონა ბავშვობაში რა. რომ ცხოველები საუბრობდნენ და მე იმდენი მიმები მოუყვა მაგას. ანუ ესე იგი მარტო არ ყოფილა თქო, მაგრამ მაინც 10 უცხოენა. რითი გულით თუ გონებით? გულით. შენი კუმირი? არ ყავს. ახლიდან დაიბადა წარსულში თუ მომავალში? გააჩნია წარსულს, მაგრამ ალბათ მომავალში დავიბადებოდი. როგორ ფიქრობ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ჯერ არ ვიცი. იქნებოდი მუდამ ახალგაზრდა თუ ყველაფერს აქვს დასასრული? ყველაფერს აქვს დასასრული. რამდენად მარტივი ან რთული პიროვნება ხარ? აუ, არ ვიცი, ძალიან რთული პიროვნება ვარ. მეც მიჭირს საკუთარი თავის ატანა ხანდახან. კითხვა, რომელზე პასუხსაც ვერ პოულობ. აი ამ კითხვაზე. არ ვიცი. რა გინდა რომ დედამიწაზე შენი სახელით დატოვო? აი რო აღარ ვიქნები? არ ვიცი, ალბათ კარგი ადამიანის სახელი უბრალოდ. მადლობა დიანა სტუმრობისთვის. მადლობა ამალია მოწვევისთვის. ეს იყო რუბრიკა გაიცანეთ 15 წუთში, მე კი მისი წამყვანი ამალია გაფრინდაშვილი ვარ. დღევანდელი ჩემი სტუმარი იყო დიანა ჯიჯავაძე. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ რუბრიკაში ახალ საინტერესო სტუმრთან ერთად.